გამარჯობა ჩემო კარგებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს გაჩვენებთ, როგორ მოვამზადე ნაზი ბისკვიტის რულეტი, მარწყვით და ჟოლოთი, რომელიც დნება პირში. შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი შიგ თავსით, ვიდეოს ბოლოს გეტყვით ჩემს საყვარელ ვარიანტებს, ასე რომ უყურეთ ბოლომდე. მაგრამ სანამ რეცეპტზე გადავალთ, ძალიან გთხოვთ, მოიწონეთ ეს ვიდეო. თუ ჩემთან ერთად რჩებით, თქვენს ჩემ ხმას უსმენთ. მე კი თქვენს ხმას მოწონებებით და კომენტარებით ვიგრძნობ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. ბისკვიტისთვის დაგჭირდება 4 კვერცხზე, ანუ 1 რულეტზე. კვერცხი 4 ცალი, შაქარი 120 გრამი, ფქვილი 104 გრამი, სიმინდის სახამებელი 24 გრამი, ან შოკოლადიანი ვერსიისთვის ფქვილი 64 გრამი და კაკაო 40 გრამი. სახამებელი კი 24 გრამი. მაგას ყველაფერს ჩამოვწერ აღწერილობაში. ვანილის შაქარი სურვილისამებრ, მარილი 1 მწიგვი, კვერცხი, შაქარი, ვანილის შაქარი და მარილი ავთქვიფოთ მაღალ სიჩქარეზე, თეთრ ფაფუქ მასამდე. მასა უნდა გაორმაგდეს და ზედ ფუნჯის კვალი გამოჩნდეს. გაცრილი ფქვილი და სახამებელი, ან ფქვილი, კაკაო, სახამებელი შოკოლადის ვარიანტისთვის ვამატებთ ეტაპობრივად. ვურევთ ხელით ფრთხილად სათქვეფით, რომ ჰაეროვანი სტრუქტურა არ დავაზიანოთ. როცა ყველაფერი კარგად ავურიეთ, არც ზედმეტად დიდხანს, მაგრამ აუცილებელია, რომ ფქვილი და სახამებელი თანაბრად გადანაწილდეს ცომში. როგორ უკვე ვთქვი, მე ვამზადებ 2 ბისკვიტს. ერთი მორთული იქნება მარწყვით, მეორე კი ლაქებით. ამ ვარიანტისთვის ცომიდან ცოტა გადავიღე თეფში და დავამატე გაცრილი კაკაო. შემდეგ ჩვეულებრივი კოვზით დავაწვეთე ცომი ფორმაზე ლაქებად. შეგიძლიათ გააკეთოთ კობლებიანი ბისკვიტიც, მაგრამ ამჯერად მე რაღაც დალმატინელების ლაქებს დავამსგავსე. თუ გნებავთ უფრო ზუსტად გამოსახულება, შეგიძლიათ ცომი ოდნავ სქელი გააკეთოთ და კულინარიული ტომრით დააწვეთოთ. მაგრამ მე ვჩქარობდი, სტუმრად მივდიოდი და მჭირდებოდა სწრაფად მომემზადებინა ბისკვიტი, რომელიც უნდა წამეხო. როცა ლაქები დავაწვეთე, ტაფად ჩავდგი წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, მხოლოდ 2-3 წუთით, რომ ცომი ოდნავ შეიბრაწოს. შემდეგ ზემოდან გადავანაწილე დარჩენილი თეთრი ცომი და ისევ დავაბრუნე ღუმელში კიდევ 12-15 წუთით, თქვენი ღუმელის მიხედვით. სანამ ბისკვიტი ცხვება, მოვამზადოთ მარტივი კრემი. ვიღებთ კარგ ცხიმიან არაჟანს, აუცილებლად 20%-იანი. დავამატოთ ცოტა კრემ-ჩიზი, ნახევარი შეკრვა მქონდა დარჩენილი და ვანილის შაქარი. ყველაფერი კარგად ავთქვიფე. შემდეგ გემოვნებით დავამატე შესქელებული რძე. ეს კრემი გამოდის თხევადი და იდეალურია რულეტისთვის, მაგრამ არ გამოგადგებათ ბისკვიტის მოსართავად. გაითვალისწინეთ, ეს არის მხოლოდ დასასმელი კრემი. ახლა გამოვიღოთ ბისკვიტი ღუმელიდან. მე ორმაგი პორცია გავაკეთე, ამიტომ საკმაოდ ფუმფულა გამოვიდა. გადავიტანე, მივეცი დრო კარგად გაგრილებულიყო. როცა ბისკვიტი სრულიად გაცივდა, გავჭერი შუაზე. თქვენ შემთხვევაში კი პირდაპირ გადაიტანეთ სილიკონის ხალიჩაზე და მოასხით ბლომად კრემი. არ დაგენანოთ. ზემოდან დავამატე გარეცხილი და მშრალი ჟოლო. შემდეგ რულეტი გადავახვიე გრძელი მხრიდან, რაც შეიძლება მჭიდროთ. ზემოდან ეს რულეტი იმავე კრემით გადავუსვი და მორთე მარწყვით. მინდოდა მწვანე პიტნის ფოთლებით დამემატებინა, მაგრამ უკვე დრო იყო, წასულ ვიყავით, სტუმრად გველოდებოდნენ. თუ გნებავთ ბისკვიტის გაფორმების სხვა ვერსიებიც გაჩვენოთ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში, სიამოვნებით გაგიზიარებ. ძალიან ლამაზი და საოცრად ნაზი ბისკვიტი მივიღეთ. ეს მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 2 საათი თიდო მაცივარში, სანამ სტუმრებმა გასინჯეს. ყველა თქვა, რომ პირში დნება და უგემრიელესია. მეორე ბისკვიტი არ მქონდა მორთული კრემით, სამწუხაროდ ფოტოს გადაღება ვერ მოვასწარი, მაგრამ უბრალოდ მოვაყარე შაქრის პუდრა და ლაქებმა, ისედაც კარგად დაამშვენა. აი ნახეთ, როგორი კრემიანი და დანამულია შიგნიდან. ძალიან გემრიელია.
ეხლა როგორც შეგპირდით, გაგიზიარებთ სხვადასხვა რულეტების ვარიანტებს. კენკრა და კრემი. კრემი, ცხიმიანი არაჟანი, შედედებული რძე, ცოტა ვანილი. შიგთავსი, ახალი ჟოლო, მარწყვი, მოცვი, შეიძლება გაყინულიც, მთავარია კარგად გაიშრეს. შოკოლადის და ბანანის კომბო. კრემი, შოკოლადის განაში, შოკოლადი და ნაღები ან ნუტელა და კრემ ჩიზი. შიგთავსი, ბანანი თხელ ნაჭრებად და დაჭყლეტილი არაქისი. ლიმნის ჩიზკეიკი, კრემი, კრემ ჩიზი, შაქრის ფხვნილი, ლიმონის ცედრა და წვენი. სურვილისამებრ ლიმონის კურდის თხელი ფენა. ქოქოსი და ანანასი. კრემი, ნაღები და კრემ ჩიზი და ქოქოსის ფანტელი. შიგთავსი, დაკონსერვებული ანანასი, დაჭრილი პატარა ნაჭრებად. ბალი და ნაღები. კრემი, ათქვეფილი ნაღები შაქრის ფხვნილით. შიგთავსი, კურკა გაცლილი ბალი. ძალიან ლამაზი და სადღესასწაულო ვარიანტი, განსაკუთრებით შოკოლადის ბისკვიტთან ერთად. მადლობა ყურადღებისთვის. იმედი მაქვს თქვენც მოამზადებთ ამ უგემრიელეს ბისკვიტებს. გამოიწერეთ ჩემი არხი, ძალიან ბევრი რეცეპტი და იდეა მაქვს, რაც მინდა გაგიზიაროთ. მომავალ შეხვედრამდე ჩემო კარგებო. მადლობა ყურადღებისთვის.